გამარჯობათ. ვაშინგტონში გახდით სახელმწიფო მდივნის ქალბატონი ჰილარი კლინტონის მიწვევით. პირველი შეხვედრაც გაიმართა სწორედ მასთან. გარდა ამისა, მქონდა შეხვედრები ქალბატონ ელიზაბეთ შერვუდ რანდალთან, რომელიც გახლავთ პრეზიდენტ ობამას სპეციალური წარმომადგენელი, სპეციალური თანაშემწე და აგრეთვე ევროპულ საქმეთა დირექტორი. შემდეგ მქონდა შეხვედრა ქალბატონ მელანი ვერვერთან, რომელიც გახლავთ საგანგებო დავალებათა ელჩი ქალთა საკითხებზე. შევხვდი ორ სენატორს, სენატორ მაკკეინსა და სენატორ კარდინს, რამდენიმე კონგრესმენს, ბატონ დავით დრაიერს, ტედ პოს, გრიგორი მიქს და დენ ბარტონს. გარდა ამისა, შევხვდი მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის შეფს, ბატონ დანიელ იოჰანეს და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ბატონ დეიმონ ველსონს. გახდით მექსიკაში ახალი პრეზიდენტის ენრიკო პენია ნიეტოს ინაუგურაციაზე და შევხვდი მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ბრიუსელში მოგეხსენებათ, წასვლის მიზეზი იყო ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა და ISAF-ის ხდომაში მონაწილეობა. ბრიუსელში ჩვენი შეხვედრები დაიწყო ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრით, ხოლო შემდეგ მქონდა ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა, გარდა ამისა მქონდა მრავალი ორმხრივი შეხვედრა, მონაწილეობა მივიღე ასევე ISAF-ის შეხვედრაში. დუბლინში მოგეხსენებათ იყო ეუთოს მინისტერიალი, რომელზედაც დაგეგმილი იყო ჩემი სიტყვით გამოსვლა და ამ მინისტერიალზე ასევე გავმართე ორმხრივი შეხვედრები. ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ხდომა, სადაც საქართველომ გადმოიბარა ხელმძღვანელობა ამ გაერთიანების. გარდა ამისა, დუბლინის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ეუთოს წარმომადგენლებთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან, ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობების საკითხებში და ეუთოს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხში. საუბარი ეხებოდა ყველგან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, საქართველოს საშინაო გამოწვევებს და იმ გეგმებს, რომელიც აქვს ახალ მთავრობას იმისათვის, რომ ქვეყანაში განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და დაახლოვოს საქართველოს ევროპასა და ნატოსთან. ყველგან კოლეგების მხრიდან დაფიქსირდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ყველგან გამოითქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს არ შეუცვლია საგარეო პოლიტიკური კურსი და აგრძელებს ეუთოში და ნატოში ინტეგრაციას. გუშინ რუსეთისგან იყო უკვე კონკრეტული განცხადებები, ჩვენ ამას მივესალმებით, დაგიდასტურებთ, რომ შედგა კონტაქტი ბატონი ზურაბ აბაშიძე ძალიან მალე ამ კვირის განმავლობაში ალბათ ევროპაში, თუმცა ადგილს ჯერ ვერ დაგიკონკრეტებთ, შეხვდება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენელს. ეს პირველ რიგში იქნება უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, რომელზედაც იქნება პოზიციების შეჯერება და შეიძლება რაიმე კონკრეტულ დადებით შედეგს არ ველით ამ შეხვედრისგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი, რომ პირველი შეხვედრა შედგება, უკვე არის დადებითი. ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რადგანაც ეს იყო პირველი ვიზიტი ჩემი ამ მინისტერიალებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველ რიგში და პირველი შესაძლებლობა, რომ გამეცნო ჩემი კოლეგები.